და დღის სხვა ახალი ამბები კიდევ ერთი ინციდენტი ვანკუვერის საციგაო ტრასაზე იქ სადაც ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ ავსტრიელი სპორტსმენები. ძმებს ტორბაის და მარკუს შიგენებს ციგა ამოუყირავდათ. ინციდენტი ზუსტად იმავე ადგილას მოხდა, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. მოსახვევი ნომერი 16. ავსტრიელმა სპორტსმენებმა მოსახვევში თავი ვერ დაემორჩილეს და წონასწორობა ვეღარ გაასწორეს, რის შემდეგაც ციგა ამოუყირავდათ, თუმცა საციგაურაო მოედნიდან გადმოვარდნისაგან თავის დაზღვევა მოახერხეს და გადმოვარდა მხოლოდ ციგა. ეს არის დეტალები, რომელსაც ამ წუთებში დასავლური მედია აქვეყნებს. ვანკუვერის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამთო სათხილამურთო ტრასასაც ცვლიან, კერძოდ იზრდება იმ ადგილზე სიმაღლე, საიდანაც სპორტსმენები ბოლო დაშვებას ახორციელებენ. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ინციდენტის შემდეგ მიიღეს. მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი შვედი ანია პეტერსონი უშუალოდ ფინიშის წინ დაეცა, მან ჰაერში 60 მეტრი იფრინა, თუმცა სერიოზულ ტრამვებს გადაურჩა. იგივე ადგილას შვეიცარიელი დიპლომატ დომინიკ გიზენიც დაეცა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ ტრასის მდგომარეობაზე ამიდმა იმოქმედა. სპორტსმენებმა კი ახალი პირობის მიმართ ადაპტირება ვერ შეძლეს. ასპარეზობის ორგანიზატორები საკუთარ პასუხისმგებლობას ამჯერადაც გაურბიან.